ნაზად. კითხოთ მოწყია. აი ეს. გამარჯობათ. ნახე ტელეფონისა და აქ შეერთებული. ყვავილი. გამოაძრე. იქიდან გამოაძრე. აი ეს ნახე როგორ ნელა მაგ კაპზე ყვავილს ვერ ხედავ. ყვავილს ვერ ხედავ აი თხელი სწრილი როა. ეგ მალე გადატყდება, წაიღე და შეერთე. იქით. გამარჯობა. საღამო მშვიდობის. ცოტა ხნით მოვქროლდი თქვენთან ერთად, სანამ ბოლო დეტალებს მეთქი მოგატყუებთ. ხელის ფერებინა. მაგრამ ძირითადი ნაწილი დავასრულე რა და მინდა რომ სანამ შავ კონტურს გავუკეთებ, თეთრი ფერი თქვენთან ერთად გავუკეთო. ისინი დავლაკე, არ მინახებია თქვენთვის გაშრეს და მე მაგის ფონზე გადავიღებ ერთ ვიდეოს. ოღონდ ერთის ფონზე. ტელეფონი აღარ გინდა შენ. უკვე გეჭირა თან кайხანი მთელი დღის მანძილზე. ხო და იმას განახეთ თქვების გოგოს გალაკული როგორი ლამაზი. ეხა ეს არის უბრალოდ ძირითადი ფერები და დასამუშავებელია. ჩადრიანი გოგო უნდა გავაკეთო, ეხა ეს ფერები არ გეგონოთ, ეს უნდა თეთრით და შავით დამუშავდეს და სხვა იქნება. ჯერ ვფიქრობ, რომ შავი ფერი, არა ჯერ თეთრი, მე ისევ შავი. ეხლა რა უყურებ, მანდიდან ცხვირი რაღაცნაირად ჩანს. სინამდვილეში პატარა ცხვირი აქ და ანუ კონტური უნდა რა არა თქვენც დაინახოთ. ხვალე სრულად გვექნება, ზუსტად გვექნება ეს. ნინო, ეხლა მინდა ამან ყველაფერში გვეხმარება სმეტანის ვედრა. შეგიძლია დალიო. იქით გადაღვარე და მანდ ჩამისხილ თეთრი სუქათქათა წყალი მინდა კი და უფერული წყალი მინდა. ანუ თეთრი უნდა გამოვიყენო. ესე იგი დილის მერე ეს თუ სადმე რამე მისვია, არ მომაქციოთ ყურადღება. აი აქ სულ საღებავები მისვია და ბარემ დავამთავრო რა. ესე იგი მთელი დღის მანძილზე რო გითხარით რომ მარშრუტკაში მეთქი მძღოლი სიგარეტს ეწეოდა თქვენ, ნინო, ნახევრამდე ჩაასხირა მაგედა წყალი. და ეს დამიტოვა ეს რაღაცა. ცოცხალი ხარ? დავარე? მომიტანე ვედრით წყალი. კაი. სავსე ხო არ იყო, როგორ დაღვარე? გამიცურდა ხელიდან. წემა სუპრასტინით კი დავლიე. იმ დონეზე მქონდა ეგ, მეგონა რაღაცა მედო. სუპრასტინით კი დავლიე მაგის გამო გეფიცებით იმდენად არაკომფორტულად გრძნობდი თავს და ეს ჭირს ახლა. ესე იგი თქვენმა რა თქვენ რა შუაშუათ. ძღოლის რა ეგრეთ წოდებულმა დაუფიქრებელმა საქციელმა მინდა რომ ესეც გამოჩნდეს, მაგრამ მგონი სამწუხაროდ ვერ გამოჩნდება ეს. ანუ ისე ვზივარ რა. თუ ისე მიდევს ტელეფონს არ ვიცი. სად მოვიდა აბა? მანქანა სახში ნინო. ისია გასული. ტატოსთან არის, ვანო და ტატოსთან არის. მოკლედ ძღოლის რა ესე დაუფიქრებელმა საქციელმა მთელი დღის მანძილზე, რავი, აი ესე ვარ ნინო გარეთ არის პოლისტილო. წესით უნდა იცოდე. რით იწმენდა, ხო ვერ მანახებდი. ხმამესვის და იმიტომ გეუბნები და ეხლა და ის გააკეთე როგორც წესი არის. ტუალეტის ხაღალდით წმენდა წყალს. წელა მკვდარა რომ იქ არ გავიდეს და
ლაკს რო უსმევდი, იყო ცოტა სქელი. ლაკი და ისა ნახაც კი წაუსვდა, მე მივხვდი რომ უნდა ის ვქნა მეთქი რა გავათხელო. და შარ იყო სახში რომ მეკითხა სად იყო რასტვარი წელი. იმ ბიჭმა კი მითხრა რომ ისაო გამათხელებელი არ გინდაო და არ მინდა მეთქი. ხა ვიცოდი რომ სახში ეგ მქონდა, ეგ რასტვარი წელი ადრე ბიძინა მოიტანა. მომცა და მითხრა ეს ამა და ამისაა და იცოდე. ხო და არ გამოვართვი ამ ბიჭს რომ ვიცოდი რომ ანუ მაგ ლაკს რო ყიდულობ ხოლმე არ არის სქელი რა, ანუ არ არის აი რაღაცა. ეს სქელი იყო. და რო წაუსვი მე მივხვდი რომ ესი არ გამოვიტოდა და ამიტომ გავათხელე რასტვარი წელი თუ იპოვე. აშა მეუბნეოდა 10 ტონის სუნი აქვს დაახლოებითო და რამდენიმე ცალი რაღაცა იდო და მე მგონი რომ რასტვარი წელი იმიტომ რომ გახსნა და გაათხელა და ეგ ხენი. ხო და ნახოთ აბა. ხვალე ცოტა მაინც თუ შემშრალია, ესე იგი რასტვარი წერია თუ არა და ნახატები ახლიდან აქვს დასახატი. ნინო შენ შეგიძლია მოემზადო დასაძინებლად. ეხა ის უნდა იყოს მულატკა, ანუ ეს ფერები უნდა გადავიყვანო მულატკას ფერებზე. თან ისე რომ ლამაზად. აი ესე ხეზე ცოტა ისეთი თემა არის ფერების ისე გადაყვანა რომ გრადაციებში გადავიდეს ერთმანეთში და უცბად არ იყოს ნახტომი მუქიდან ღიაზე ან პირიქით. ხო და ძნელია ხოლმე ცოტა ეგ ამბავი. ტილო გადლევს მაგის საშუალებას, ხე არა. ამ ზომისა 3 მოუხაზე იმაზე ხეზე რაც დიდი ზომის ფიცარი ავიღე, რაზეც დავდე ის ნახატი და გამოვჭერი ეს მოუხაზე და მე გამოვჭერი და ბარემ მეთქი კიდე ამის გარდა 2 კიდე გამოვჭერი. არ გამოვჭერი მოუხაზე და რაღაცა მოღამების სიტუაცია იყო და დავანებე თავი რა რომ მეთქი თუ დამჭირდება უკვე მოხაზული მაქვს და უცბად გამოვიტან ხერხს მეთქი და მოვხერხ. ნახოთ შეკვეთები როგორ იქნება, აი ეგ წითელი წავისი, აი ეგ ყვითელი მისვია და ასე შემდეგ. თავს ვცნობთ ბედნიერად. ზოგს პირსაწმედი გაგვაცლის და ზოგს პროსტინა. და ჭიხოლი. იმას რა ქვია. სამებავებს. ასე რომ მაგის დარდი არ აქვს. წყალი მოვიდა და ჩემის სარეცხის ვაქარა როგორც ვირი ეგ ებუშაობს. სრული დატვირთვით. ბოლო გარეცხოს აკეთებ, ნინო რა თქვი რამდენია წერიაო? 28 წელი. დაახლოებით 9 საათში დაამთავრებს მოღვაწეობას ჩემი სარეცხის მანქანა და დავასვენებ ხვალამდე. ოღონდ ხვალეც ეგი კარგად უნდა ვამუშაო. თუ 28 წელიანი არ გამოვირთვებ. ივანეს დუტის კურტკა შევაგდე და 40 გრადუსზე ნაკლებ გაწურვაზე დავაყენე, იმიტომ რომ შემეშინ არ გავაფუჭო მეთქი, როგორც ჩემი კურტკა გავაფუჭა, ჩემი რა ივანეს ძველი კურტკა გადავაგდე. რომ სუც გახვეტა ერთხარეს ის სინთიფონები. ამას მივიყვან ამ ნახატ სიმამდე. რა ქვია? ქვებამდე. ისმის? უგულის. ეგ მეზობელსაც ესმის, მარტო აქია. ეს კი არ ესმის. მეთქი. ეგ არის. აი ეს უბრალოდ ფერები დავადე. აი ნახე ხა რა გავაკეთე. არ ვიცი რამდენად გამოჩნდა რაღაცა. ან თქვენ შეგიძლიათ გადაახვიდეთ რამდენად სხვანაირია მაგალითად აი ეს დეტალი ყელის მხრის და აი ეს კიდე.
აქ ცოტა კიდესი თეთრი არის შესავსები. ანუ ეს ამონათება გაკეთებულა, ეხლა ყურზე ვარ გადასული. მერე უნდა გაკეთდეს აი აქ აი ეს ადგილი. რა თქმა უნდა, აი ეს ადგილიც უნდა თეთრი იყოს, აი ეს ადგილი და შუქთან პატარა ადგილი და ცხვირი. ანუ საიდანაც იქ ძირითადად იქიდან იქნება ეს. ხო, აი ეს წითელი და ყვითელი რაც იქნება, ვფიქრობ, რომ ამასაც დავამატებ თეთრს, რადგან უკნიდან უფრო სინათლე იყოს და ის არ დამძიმდეს ძალიან ნახატი რა, მიუხედავად იმისა, რომ ხასხასა ფერებშია. რაც შეეხება ამებს, უბრალოდ ფერებად დავადე, ეს არ უნდა დავამუშაო, ამაზე უნდა დავაკრა უბრალოდ ქვები და რა ვიცი, ისე იქნება. ვერ აღვიქვავ ვერც მე და ვერც თქვენ იქამდე ნახат, სანამ არ გაუკეთდება კონტური. და კონტურის შემდეგ ისევ და ისევ აუცილებლად უნდა დამუშავდეს თეთრი ფერით. ეხლა სანამ კონტურს გავაკეთებ, თეთრი ფერით ვუკეთებ მიმიკებს, ხაზებს და რაღაცა, რაც გამიადვილებს მერე შავ ფერს. ჩემს არხზე ძალიან ბევრი ახალი მაყურებელია და ძალიან ბევრი კითხვები მომივიდა ხატვასთან დაკავშირებით. სად როგორ ანაირად და როგორ ვისწავლე, ან სად ვისწავლე და ან რამდენ ხანში. ზოგმა მითხრა, რომ ბავშვს უყვარს და მაინდა-მაინც ამდენ ხანში აითვისებს, რომ მივიყვანო, თქვენ როგორ გააკეთეთ. ამაზე მაქვს ხოლმე სულ ერთი და იგივე პასუხი, რომ მე ხატვაზე არასდროს არ მივიდე. უბრალოდ ბავშვობაში მეგონა, რომ ხატვა ყველას შეეძლო. ჩვეულებრივ მოვლენა მეგონა ეგ. და ვერ ხვდებოდი ხოლმე, აი რაღაცას რომ დამახატინებდნენ, მეგონა რომ ეზარებოდათ და იმიტომ ახატინებდნენ თვითონ. და მე აღმოჩნდა, რომ კი არ ეზარებოდა თუ ეხატავ. მე მეგონა მე ამას იტყუებოდნენ. მაგრამ ნელა დავწუნდი, რომ მასია. არის კატეგორია ხალხის, რომელიც ბევრჯერ უთქვიათ სწორხას ვერ ვავლებთ. მაგრამ მე ისიც ვიცი, ვინც მაგას ამბობს, მე თვითონვე გაოცებულა იმდენად კარგად დაუხატიათ და იმდენად კარგად დაუწყიეთ ესეთი რაღაცების გაკეთება. არ მივლია მოკლედ ხატვაზე, ვინც ხართ ახლები თუ არა ძველებმა იციან, არასოდეს არ მივლია ხატვაზე. ეხლა სანამ ვიდეოს პროცესთან გადავიღებ და თან დავხატავ, მანამდე თქვენ შეგიძლიათ კიდე ისა და ეს ააპაუზოთ და შეადაროთ თუ არის ცვალებადობა. ცვალებადობა იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენად შესამჩნევია, მაინტერესებს თქვენი აზრით და რამდენად მიდის დასრულებისკენ. აი ხა თეთრს იცი რა კარგი ამ გუარს ეხა აგიხსნათ უცბად. შეხედეთ ლოყაზე წითელი რომელიც უნდა იყოს, ანუ ნახეთ, აი ეს ადგილი, რაც უნდა იყოს, რაც არის წითელი, წესით ლოყა რო ცოტა შეწითლებული იყოს, ეს უნდა მუქი ყავისფერითაც დამუშავდეს. აი აქა და აი აქ არის ძალიან უხეში გადასვლა, ხო? ხო ვატყობთ წითელსა და ამ ფერს შორის. და თეთრს აქ ყველაზე კაი თვისება ის, რომ ნახეთ, ისე გადააქვს ერთმანეთში, რომ აი ეს უხეში ხაზი აღარაა. ანეიტრალებს და ძალიან მსუბუქად და რბილად გადადის. აი იგივენაირად ეხლა ცხვირზე რაც გავაკეთე და დავამუშავე. ამასაც განახებთ, ეხლა დაიმახსოვრეთ ეს ადგილი. იმიტომ რომ ეს ადგილი უნდა ამოვანათო თეთრით, ოღონდ ანუ ერთ ფენა თეთრით, უკეთრი თეთრი ბოლოს. რას? ამას დაუსვი. გარეცხილი. აბა ვნახოთ, ეხლა თქვენ დაიმახსოვრეთ და საცდელად ვნახოთ რამდენად ჩანს და ისა. აი ამ გუაშს აქვს ეგ გადასვლა, ამ ფირმის გუაშს აქვს ესეთი ერთმანეთში კარგი დამოკიდებულება. შრალ ჩოტკს ვიღებთ, ძამშრალს არა დასველებულს და იმ უხეშ ხაზზე წავუსმენთ. ეხლა მინდა რომ თან თქვენს განახოთ, არ ვიცი, თან მინდა რომ მეც გავუჩინე. აი ესე მე მგონი კაია.
ესე დავიხრები მეც რო კარგად აქ დავდოთ. მე ვარი ჩანს აი ეს ადგილი უნდა გავაკეთო. აი ეს ადგილი, სადაც უნდა იყოს სითეთრე. აი ასე გავუსვით კარგად. გაბედულად. კიდე ბავშვებს ვეუბნები, მე მოსწავლები არასოდეს არ ამიყვანი ამ თემაზე და არც ვიცი ავიყვან თუ არა, ამდენჯერმე დავაპირე, მაგრამ ვითომ შაშან უკვე გადავწყვიტე, მაგრამ იმის გამო რემონტის გამო ვერ მოახერხე. და თუ მაქვს ხოლმე შესაძლებლობა და რამეს მეკითხებიან, ხოლმე სულ ვეუბნები, რომ ფუნჯი ძალიან გაბედულად იხმარე. იმიტომ რომ არ არსებობს შეცდომა მოგივიდეს და ის არ გამოსწორდეს. არ არსებული. ასე რომ ეს დაძაბულად და აი ესე რომ უსმევთ ხელს, ყოველთვის უფრო მეტად შეგეშლება, ვიდრე აი ეს. მოკლედ დაიჭირე, მოხაზე, მიხაზე ძალიან ადვილად გააკეთე. აი თქვენც მიხვდებით მე რომ მართლა მასია და ამასე ჯობია. არ ვიცი რამდენად ჩანს თქვენთან, მაგრამ ჩემთან უკვე აქვს ისეთი გადასვლა, რომელიც შესამჩნევია. და აუცილებლად ხელში უნდა გეჭიროთ ქაღალდი, სალფეტკი ან გინდა სალფეტკი, გინდა ტუალეტის ქაღალდი, რაზეც მოახდენთ ფუნჯის გაწმენდას, იმიტომ რომ რაღაც მომნაკვეთებში მშრალი ფუნჯით უნდა დაამუშავო. ეს არ არის ბოლომდე დამუშავებული, ეს იძახია. არა, იძახის ვინმე? ბოლოს თეთრად ძირითადად დამუშავდება კონტურის შემდეგ, როდესაც შავით დამთავრდება ნახატი. ეს ყველაფერი კაია ხოლმე, როდესაც უსმენ მუსიკას. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ უსმენ. აი ეს ადგილს უნდა გავათეთროთ. აი ეს წარბის ადგილს, აი ეს ქუთუთოს ადგილს. წარბი არ დამიხატეთ. ეხლა ამ თეთრს რო ვადებ, ოდნავ ღიავდება და გადადის ისევ კანის ფერში. და ეს კარგია სინამდვილეში, იმიტომ რომ მე ბოლოს რო გავუკეთებ თეთრს, უკვე ძალიან ადვილი იქნება იმ თეთრის შემჩნევა. აი ამ ადგილას უნდა დავადო მუქი ყავისფერი. მოკლედ თელი გულით შევეცდები, რომ ხვალე ეს ნახატი თქვენ დასრულებული განახოთ და ანუ ჯერ ხო ერთი სული მაქვს ხოლმე YouTube-ზე დავდო და მე კიდევ ერთი სული მაქვს ხოლმე სანამ სურათის სახით Facebook-ზე დავდებ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ფუნჯის ერთი მიმართულებით ხმარება. საკმარისია მე ახლა აი პირიქით ესე გავუსვა. აი მე ნახეთ შეცდომა, იმიტომ რომ ფაქტიურად დამუშავება იქნება ძალიან საშინელი. როდესაც ზოლი სხვა მხარის იქნება წასული. აი ეს ადგილი თეთრდება კიდე. დიდხნიან ვიდეოს არ გავაკეთებ, უბრალოდ მინდოდა რომ რაღაცა ნაწილი თქვენთან ერთად გამეკეთებინა. და მე მიყვარს იცი რა, ზოგადად როდესაც მომცემენ ხოლმე შეკვეთას, ეხლა როგორც ეს, რომ უნდა გადამეხატა ჩადრიანი გოგო პროფილში, როგორც ქვემოთ მაქვს დახატული ჩემთან სახში, მაგრამ სხვა მითითებები არ იყო რა, რომ რაღაცა ჩარჩოს ქვეშ და რაღაცის გადახატვის მაშინ არ ვიყო გავლენის ქვეშ და როდესაც აი ესეთი თავისუფალი ის მაქვს ხოლმე თემა. ძალიან სასიამოვნოა ხოლმე ჩემი პროცესი რა. ზოგადად ხატვა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ
აი რაღაცას რო არ ამსგავსებ და არ ნერვიულობ, ეგ უფრო კაია. აი ხა როგორ შინ რო ნახატი დავხატე, ის ერთი სული მქონდა დამემთავრებინა, რომ შემედარებინა, საიდანაც ვიხატავდი იმასთან. იმას უცხო ემოცია ჰქონდა, რომ გამოვა და ბედნიერი ხარ რომ გამოდის და ეს უცხო არის. ეხლა განახეთ და დაგემშვიდობებით ერთი პერიოდი. სხვადასხვა ფიქრობ ხალი გავუკეთო. არ ვიცი სად, მაგრამ რატომ ეფიქრება მაგ თემაზე, აზრი არა ვარ. ხალი რო გავუკეთო. ხო გინახიათ რა ქვია, მულატყეების კანი როგორ პრიალებს. და ის თეთრი სიპრიალება აქვს ხოლმე. აი გვინდა რომ ბოლოს ლამაზად გავუკეთო. ეხლა განახებთ, აბა როგორ გასხოვდება წეღანდელი და ეხლამდელი გადასვლა. ნინო 10-ია პიჟამოები გამოიტანე. ეხლა ვიხმარე იგივენაირი, თითქოს იგივენაირი გუაში, ოღონდ სხვა. ნახეთ, ამას აწერია, რა ფირმაც არის, აი ეს ფირმა ამას აწერია და ვიხმარე აი ესეთი გუაში, რომელსაც აქვს არ აწერია არაფერი. და კაი კია, მაგრამ როდესაც ამ გუაშს ხმარობ, ანუ ერთმანეთში ძალიან ძნელია რომ შეიყვანო. და ეხლა ეს წითელი რატომ აწვალებს, იცი? მაგ რო არ აწერია არაფერი, ეგ ამაქვს ნახმარი და უჭირს ამ მეორე გუაშთან ერთად დაბალანსება. საერთო პოვნა. ამიტომ მაწვალებს მეც. ეგ ვერ გავითვალისწინე, არ მიცდია, როდესაც ხეზე ვხატავ ხოლმე, რომ ეგ გამეთვალისწინებინა. თორე არ შეურევდი. აგინენო. რა არის? დავალებებს რო წერა, მერება ეს. არა, ტელეფონი რო გიჭირო, მაგით ვგიფები. იმიტომ რომ მაგით პასტა არ გიჭირო. დიდხანს არ. დიდხანს აღარ გაგაჩერებთ. ვიდეოს და გადაღება დავიწყე, მაგრამ რაღაცნაირად ხან მეზარება ხოლმე. აი, როდესაც ახლა ვხატავ და რაღაცა ჩემს სტიქიაში ვარ, ძალიან მაგრად მეზარება ხოლმე, რომ დავდო ეს ავიღო ტელეფონი, გადავიღო რაღაცა ის. მერე თითქოს ის მუღამი გეკარგება. ეხლა აი თითქმის შევავსე, თითქმის გადავიყვანე, თითქმის გავაფერკრთალე. და ეხლა განახეთ ამ ყველაფერს. ერთ დონეზე რომ დავიყვანო. დრო არ დამინიშნია, რამდენ ხანში ვაკეთებ. იმიტომ რომ იმაზე მეტხანს მომდები ვიდრე ის გოგო, ქვების გოგო, იმიტომ რომ ის უკვე იმის სახის მოყვანილობა ძალიან სწრაფად ამომყავ უკვე რა და ეს სხვანაირია. ეს სხვანაირად სამუშაოა და არ გინდა ცოტა უნდა იფრთხილო. ამიტომ შემასაც იმას ვიზავ და განახე. აი ვიცი და აქციოთ. ეს კიდე გასაშრობია და კიდე გადას. აი ნახეთ,
ეხლა არ ვიცი რამდენი, ეხლა სველია ჯერ. მოდი 2 წამით. კაია დახატვა. იმიტომ რომ აი ესე რომ მინდა რომ გავაშრო ეგრევე აი აქ გამათბობესთან მივიყვან ხოლმე ესე და წამებში აშრობს და მე უკვე დავხედავ ხოლმე და ვიცი უკვე რაც უნდა გავუკეთო. როგორც და რა სჭირდება კიდე. ეხლა არ ვიცი. დავანებო თავი თუ გავაგრძელო. თუ თან მინდა რომ რაღაცას ვუყურო მეთქი და ყურება და ეს ერთად არ გამომდის. ცოტა კიდე აქ. ცოტა კიდე. ცოტა ხანში. ნინო გასაკეთებელი მაქრავაცე. შეიძლება წა. აბა ნახოთ. გაშრა. ოდნა ნახე სისველი ეტყობა დაბლახა წვებზე. მაგრამ ის უხეში გადასვლა აღარა აქვს. ერთ სულბოგ თვალებით გავუკ. ფიქრობ მწვანე გამეკეთებინა თუ ცისფერი და ავარჩიეთ ცისფერი. დაბლა ცისფერი აქვს თუ მწვანე? კედელზე. მე მგონი ცისფერი აქვს დაბლა. მწვანე იცი რა თქმა გავაკეთე? დაბლა ის გოგოს ხო ხონდა ცისფერი და გულში გავაკეთე მწვანე კიდე ესეთი და კიდე მწვანეს ხო გავაკეთე მეთქი და ვთქი მე მგონი მულატკას ცისფერი ფერის თვალი მოუხდე. შეგე. აი ესე. ცოტა ხანი შევისვენებ მეც, მოდი. ასე ვიზავეს ჩემი პალიტრა, ჩვეულებრივი თეფში. შევისვენებ მოკლედ თქვენთან ერთად მეც. ამოვიქაქანებ, ეხლა ვფიქრობთ რომ ჩაი ავადუღო. აქ მაქვს ის პიგმენტები, არ არის ეს რა ქვია ის გუაში, მაგრამ ეს ძალიან მაგარი მწვანეა და წეღან ვიფიქრე რა თქმა ვიყიდე მე. შავი ვიყიდე მარტო ეს პიგმენტი და ეს არ მიყიდია. რა უშავრა? ჯერჯერობით ხო აქვს. ესეც ესე. მოდი ამას აი დავაბრძანებ. ხო, არ ვიცი ხა თქვენ შეამჩნიეთ თუ არა, აი ყურთან აქ დიდი რკალია ეს, აი ესე. ფანქრით მაქვს გაკეთებული, ახლა მოვიტანოთ თუ ჩანს. არ ჩანს. საყურებს უკეთებ ძალიან დიდ მრგვალ საყურეს. და ქვებით არ გავუკეთებ, რაღაცა სხვა მასალა მინდა მოვიძიო, რომ გავუკეთო. ხო და სანამ მაგამდე მივალ თავისით მომაფიქრდება. რაღაცა მავთულივით რამე მინდა. თან ეხა ალუმინი და ეგეთი რაღაცა კატანკა მავთული არა. რამე ისეთი კაი. ხო, ქვემოთაც მავთული მაქვს. წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. ეს დამჭირდება, მას არ გადავაგდებ. ეს ხელოვნების დიმუშია. გეკონება ვიღაცას ცხვირპირიდან სისხლის დიოდა, ძირითადად წითელ ფერში არის გაკეთებული. აი ესე გადავაფერ, ეს ყველი გამომადგება. ფუნჯებს წყალში ვტოვებ ხოლმე ყოველთვის. როცა ვიცი რომ მალე უნდა დამჭირდეს, მაგრამ სავარაუდოდ ამას გადავყრი, რომ წეღან ნინო დაეტაკა და ყავისფერი წყალი იყო და მაგრად გადარჩა. წყალი არა, ნინო. ბეკვას. აბა ჰედა, აბა ხო, მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით, მე და ჩემი დაუმთავრებელი გოგონა. ხვალე ვნახოთ ერთად როგორ იქნება. მე მგონი მეძინება. წავედი საერთოდ გამოვიხო. კარგად. ხო, წეღან ამაზე სამკითხეს, რა შვებაო შენი შობის ყვავილი. შობის ვარსკვლავი. შობის ყვავილია მოკლედ, შობის. მე შობის ყვავილი ესე რო იყო, ხოლმე მეგონა რომ ის იყო ყვავილი და ეს იყო ფოთოლი და თურმე ზედა მხარე ფოთლები ამოსდის წითელი რა, ანუ შაშა გავიგე ეგ. და ეხა შობის ყვავილი უნდა გაყავდეს შობას რა თქმა უნდა, ანუ იანვარში უნდა აი ესე კარგად ღაღანებდეს და გუშინ დამიწერეს ესეთი რაღაცა თუ გუშინ წირო შობის ყვავილიო, რომ აი ესე ხასხასა იყოს და წითელი ფოთლები ქონდეს და რაღაცა მოკლედ ნოემბრიდანო უნდა სიბნელეში ქონდეს. არ ვიცი, პირველად მაქვს.
ეს ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, ახალი გადარგულია და იმედი არ ჩამოყრის ფოთლებს და ნახოთ რა ვიცი. მე შიგადაშიგ ვნახულობ ხოლმე მოვლის წესებს. აი ხა მაგალითად გუშინ არც მიძებნია, არ ვიცი, საერთოდ არ მიძებნია ინფორმაცია ამ ყვავილებზე. აი ოდნავათაც კი არ შევსრულვარ და არ დავინტერესებული ვარ რა ყვავილთან მქონდა საქმე. მე ამ თემასთან დაკავშირებით მინდა რომ ვიდეო ჩავწერო, რამდენად გვისმენს ჩვენი მოწყობილობა. და რამდენად გვთავაზობს იმას, რაც გვინდა. ეს არ არის ხუმრობა, ეს არ არის რაღაცა მითი, რომ ასია. ამ თემასთან ჩავწეროთ, თუნდაც ხვალე ჩავწეროთ, თუ გამახსენდება რაღაც. აი ეს ყვავილი. რომელსაც ამოსდის როგორც კალა ესეთი ლამაზი ფოთლები. და გუშინ ამასთან დაკავშირებით არც მიძებნი, არც არაფერი შემხვდა ინფორმაცია. აი ელემენტარული ავიღოთ, რამდენჯერ ყოფილა მაგალითად რაღაცა გაინტერესებს, ან ვიღაცა გაინტერესებს და Facebook-ი გთავაზობს ამას მეგობრად, ან უცბად სადღაციდან ამოხტება ამაზე ინფორმაცია. აი მე მგონი ისე მაგ თემაზე გადავდივარ. აი ერთსაც ვიტყვი და აი მაგალითად ჩემ შემთხვევაში იყო ხოლმე და ძალიან ბევრს ვთქვია, რომ მაგალითად გავიგე კონკრეტული ადამიანის ანუ დამჭირდა ამ ადამიანთან დარეკვა მაგალითად და აი გავიგე იოანეს ნომერი სიტყვაზე და დავურეკე იოანეს, აი ვიცნობ სადღაცა ესე რაღაცა რაო შეიძლება არც იცნობ, უბრალოდ დარეკე ადამიანთან რაღაცა საქმეზე. 24 საათი არ გავა, როდესაც შეხვალ და Facebook-ზე ამოგიგდებს შემოთავაზებას მასთან დამეგობრების შესახებ. ანუ ის ვიღაცა კი არ გიმეგობრობს. შენ გთავაზობს, იმიტომ რომ შენ ამ მოწყობილებიდან გქონდა კონტაქტი. აი იმდენი რამე ერთმანეთთან დაკავშირებული რომ რა ვიცი, მე გადავდივართ მაგ თემასთან. დაგემშვიდობებით მოკლედ. მომავალ ვიდეომდე. ჩემი ბუწკები.